გამარჯობათ მეგობრებო. ჩემი სახელია ლევან ლორთქიფანიძე, მე ვარ კავკასიური სახლის თავმჯდომარე და დიდი სიამოვნებით მინდა გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ სახლში იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაკვისრია, უნდა გავხსნათ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის 2025 წლის სასწავლო სეზონი. ცხადია, სანამ ამ გახსნის ღონისძიებას შევუდგებოდით, უნდა გავიხსენოთ ისტორიული თარიღი, დღეს 25 თებერვალია და შემთხვევითი არ არის, რომ გახსნის ცერემონიალი დღევანდელ დღეს ემთხვევა. ოკუპაციის წინააღმდეგ, მეგობრებო, მხოლოდ იარაღით არ იბრძვიან. მხოლოდ ბომბებით არ იბრძვიან. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ცოდნა, განათლება, მომზადება და კომპეტენცია, არა მხოლოდ ზოგადი საკითხების შესახებ, არამედ ცოდნა და კომპეტენცია საქართველოს სამეზობლოს და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესახებ. და ეს სახალხო უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია, შეიძლება ითქვას უკვე 2 ათეული წელია, ემსახურება სწორედ ამ მიზანს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აღჭურვილი ცოდნით საქართველოს სამეზობლოს შესახებ, ჩვენი რეგიონის შესახებ, რომ ყველა საფრთხე, მათ შორის ისეთი საბედისწერო საფრთხე, როგორიც გახლავთ ოკუპაცია, თავიდან ავიცილოთ, ან შევამსუბუქოთ მისი შედეგები, ან წინააღმდეგობა გაუწიოთ მას. ცოდნის გარეშე მოკლედ არ გამოდის ეს საქმე და შევეცდებით მომავალი 1 წლის განმავლობაში აი ეს ცოდნა და ცოდნაზე უფრო მეტად ინტერესი ჩვენი რეგიონის შესახებ აი ამ დარბაზში გავახვიოთ. ეხლა მინდა გითხრათ კიდევ ერთი საკითხის შესახებ. კავკასიური სახლი, რა თქმა უნდა, არის ორგანიზაცია, რომელიც ამ რეგიონს შეისწავლის, წლების წინ ქალბატონი ნაირა გელაშვილის მიერ დაფუძნებული. აქ თქვენ აღმოაჩენთ ადამიანებს, რომლებიც მრავალი ათეული წელია ჭაპანს ეწევიან იმისთვის, რომ კავკასიური სახლი ფეხზე იდგეს, მაგრამ გარდა დამფუძნებლებისა და აქ მყოფი ადამიანებისა, კავკასიურ სახლს სული უდგას და ფეხზე დგას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ევროპელი მეგობრები და მხარდამჭერები. აი მაგალითად, აი ხა სანამ თქვენთან ჩამოვიდოდი, თვალწინ წარმომიდგა მე-19 საუკუნის ბოლოს 1899 წელს დაბადებული ერთი ადამიანი, რომელიც პროფესიით იყო იურისტი. მუშაობდა შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო ატაშე და ვიცე-კონსული ჰააგაში, ბუენოს-აირესში, ლონდონში. გარდა ამისა, თავისი ებრაული ნათესაობის გამო ნაციზმის დროს მოუწია სახელმწიფო სამსახურიდან წასვლა და შემდეგ წლების განმავლობაში ქმნიდა გერმანიის ეკონომიკის ერთ-ერთ უმძლავრეს სიმძლავრეს, ნახეთ, უმძლავრეს დაწესებულებას, ინდუსტრიას, რკინისა და ფოლადის ინდუსტრიას. და იქ იყო ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, პეტერ კლოკნერის კომპანიის ხელმძღვანელი. შემდეგ იყო ბუნდესტაგის წევრი, პირველი დემოკრატიული ბუნდესტაგის არჩეული წევრი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან. და რაც მთავარი, ეს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ იყო იურისტი, იყო დიპლომატი, იყო ინდუსტრიული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და უძლიერესი მენეჯერი, იყო ბუნდესტაგის წევრი და პოლიტიკოსი, გარდა ამისა, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყო ახლოს მუსიკასთან. და რა შემოსავალიც ჰქონდა, იმითი დაარსა მუსიკალური გამომცემლობა ქალაქ მიუნხენში და თქვა, რომ რაც არ უნდა ტექნიკურ საქმეში იყო ჩართული, მაინც ხელოვნება, ჰუმანიტარული სფერო, მუსიკა შენთან უნდა იყოს
და შენი ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. მე საუბრობ ბატონ გიუნთერ ჰენდლეზე, ძალიან ცნობილ გერმანელ მოღვაწეზე, რომლის შთამომავლებაც შექმნეს ფონდი ჰორიზონტი, საოჯახო ფონდი და ამ ფონდის დამაარსებელი იორგ ჰენლე, ბატონი გუნთერის შვილი, გახლდათ სწორედ კავკასიური სახლის გადარჩენის და გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მფარველი და მთავარი ადამიანი, ვინც გვერდით ედგა ხოლმე ჩვენს სახლს. მადლობა ღმერთს, რომ ეხლა გიუნთერის შვილმა ხო გადაარჩინა კავკასიური სახლი 90-იან და 2000-იან წლებში. შემდეგ უკვე მისი შვილი ბატონი შტეფანია ჩვენს გვერდით და ეს საოჯახო ფონდი ევროპის შუაგულში, ევროპის პოლიტიკურ და ისტორიულ ქართცეცხლში ჩამოყალიბებული ოჯახის ფონდი დგას კავკასიური სახლის გვერდით და გვეხმარება რაში? არა პოლიტიკურ საქმიანობაში. პოლიტიკური საქმიანობა ეს ჩვენი სხვა ცხოვრებაა და თლად ბოლომდე კავკასიურ სახლს არ უკავშირდება. გვეხმარება წიგნების გამოცემაში. გვეხმარება იმაში, რომ სოფელ ზემო მაღაროში გქონდეს შაბათ-კვირის სკოლა, ან ვამუშავებდეთ იქ წრეებს. გვეხმარება იმაში, რომ კულტურულ ღონისძიებებს ჩვენი რელიგიური და ნაციონალური უმცირესობებისთვის, ჩვენი მეზობელი ხალხებისთვის მასპინძლობდეთ ამ დარბაზში. გვეხმარება იმისთვის, რომ გადავიღოთ ფილმები ან ვიდეო რეპორტაჟები საქართველოში მცხოვრების სხვადასხვა ჯგუფების შესახებ და რა თქმა უნდა გვეხმარება იმაში, რომ არსებობდეს კავკასიურ სახლში სახალხო უნივერსიტეტი, ანუ სასწავლო ცენტრი, რომელიც შეგმატებთ თქვენ სულმცირე ცოდნას და მოგცემთ დიდ ინტერესს იმისა, რომ კავკასიელი ხალხები შეისწავლოთ და მათ ბედში, მათ თავგადასავალში უკვე გაერკვეთ. ასე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არა მხოლოდ კავკასიურ სახლში, არამედ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტში, სადაც მომავალი 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ამბავი გელით, მათ შორის თვეში 3 ლექცია, რომელიც შეეხება კავკასიელ ხალხებსაც, ჰუმანიტარულ მეცნიერებების მნიშვნელოვან სფეროებსაც და რა თქმა უნდა, იმ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ჩვენ სამეზობლოში ვითარდება. დღევანდელი წარდგენის დროს თქვენ რამდენიმე ასე ვთქვათ, გამოცდილ პროფესორს ნახავთ, რომელიც წლებია ჩვენთან კითხულობენ ლექციებს, მოусმენთ ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებს, ყავს ჩვენ მეგობრები საქართველოს ყველა კუთხეში და მოკლედ შევუდგეთ მუშაობას, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და შვიდად ურთიერთ პატივისცემით გამშვალურ გარემოში ვითანამშრომლებთ და შევეცდებით კეთილი საქმე გავაკეთოთ ერთმანეთისთვის და აი ამ ქვეყნისთვის. მე მადლობა მინდა გადაუხადო კავკასიური სახლის ხელმძღვანელობის სახელით სახალხო უნივერსიტეტის თანაკოორდინატორებს, ქალბატონ თამარ უჯუხუს, ბატონ მიხეილ ბეროშვილს და მინდა მივესალმო იმ დიდ გუნდს, რომელიც სახალხო უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის მუშაობს. აგერ არის ბატონი გიორგი, ბატონი ხოსე, აქ არიან ასისტენტები, მარიამი, ქეთევანი, სხვები. დიდი მადლობა ჩვენს აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ირაკლი ირემაძეს, რომელიც ასევე შრომობს იმისთვის, რომ არაფერი არ დააკლდეს ამ პროექტს და საერთოდ კავკასიურ სახლს და მგონი ცუდი ხალხი არ ვართ და მგონი კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე სწორედ აი ამ ბოლოს ნახსენებ აღმასრულებელ დირექტორს, ისტორიის დოქტორ ირაკლი ირემაძეს. გთხოვთ ირაკლი. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. ასე სავსე დიდი ხანი აღარ ყოფილა სამწუხაროდ არც ერთი დარბაზი თბილისში გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაც სამწუხაროდ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. მადლობა ლევანს ვრცელი წარდგენისთვის. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით სახალხო უნივერსიტეტის იმ დიდი გუნდის, რომელიც ამ თვეების განმავლობაში არა მხოლოდ ლექციებს, არამედ სხვა დანამატებით არაერთ აქტივობას განახორციელებს თქვენთვის.
ეს გუნდი ძალიან რომ წარმოვიდგინოთ ძალიან მცირე რესურსებით, ფინანსური რესურსებით, თუმცა ძალიან დიდი გულით, დიდი ენთუზიაზმით და რაც თავარია ახალი წევრების მობილიზებით და ჩართვით ახერხებს იმას, რომ თქვენთვის და გარდა ამ დარბაზში შეკრებილი ადამიანებისა რეგიონებში, საქართველოს რეგიონებში, საქართველოს საზღვრებს გარეთ გამართოს და აორგანიზოს არაერთი ლექცია, არაერთი კონფერენციაც უკვე სემესტრის სასწავლო წლის ბოლოს, ასევე არაჩვეულებრივი ალმანახები, რაზეც შემდეგ ისაუბრებენ და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ძალიან დიდ შრომასთან, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და შემიძლია რომ რაღაცა ამაყადაც თქვა იმას, რასაც მე ვხედავ აქ 3 წლის განმავლობაში, თითქოს წარმოუდგენელიც არის არსებული რესურსებიდან გამომდინარე, თუმცა ეს ადამიანები თავისი შრომით და მომდომებით ახერხებენ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩართონ სახალხო უნივერსიტეტში და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს დარჩა ერთადერთ კერად, სადაც ესე აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, გარდა უნივერსიტეტის არაფორმალურ სივრცეზე მაქვს საუბრები, სადაც მიმდინარეობს აქტიურად საუბრები კავკასიის შესახებ, იმ რეგიონის შესახებ, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და აქ მიდის საუბარი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის წარსულზე, არამედ დღევანდელ ვითარებაზე, დღევანდელ მდგომარეობაზე და ეს არის ერთგვარად შევსება ერთის მხრივ წარსულის, მეორეს მხრივ რეალობის და ასევე ხშირად საუბარი არის რა გველის რა მოხდება მომავალში, ეს წინასწარმეტყველური არ იქნება, მაგრამ გარკვეული პროგნოზების გაკეთება ამ აუდიტორიაში ხდება ხოლმე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ დაინტერესებულ მსმენელს, რომელიც 10 წლეულებია ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რაც არ უნდა მოვინდომოს ჩვენმა თანამშრომლობა, რაც არ უნდა მოვიდოვოთ ჩვენმა ხარდამჭერებმა, ევროპულმა ფონდებმა, თუ არ იქნება ინტერესი ადგილზე, შეუძლებელია და ამ სახალხო უნივერსიტეტის მთავარი ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ხართ თქვენ, ის დაინტერესებული აუდიტორია, რომელიც ყოველწლიურად, როცა უკვე ვაცხადებთ, ანონსდებთ და შემდეგ ველოდებით, ათეულობით და ასეულობით განაცხადი შემოდის და მიხარია, რომ ეს ინტერესი არის ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ მოდის ადამიანი არა მხოლოდ იმ კონკრეტულ დარგებიდან, რომელიც კავკასიაში შეისწავლის, არამედ უბრალოდ რიგითი მოქალაქე, რომელსაც აინტერესებს თუ საცხოვრობთ, რა ხდება ჩვენს გარშემო, რა ისტორიული წარსული გვაქვს, რა რეალობა გვაქვს და ასე შემდეგ. მადლობა კიდევ და ძალიან მნიშვნელოვანია ლევანმა ახსენა ეს ჩვენი ტრაგიკული თარიღი, რაც არის დაკავშირებული 25 თებერვალთან, თუმცა 25 თებერვალი ზედმეტად წამოვწიეთ, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, ოკუპაცია და არა კონკრეტული ერთი თარიღი. თბილისის დაცემით არც დაწყებულა ოკუპაცია და არც დამთავრებულა, უშუალოდ იმ პროცესშიც კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და იმის შემდეგ დაიწყო 10 წლეულობით წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელმაც იმას ბევრად მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე უშუალოდ 1921 წლის თებერვალ-მარტის ბრძოლებმა. და ამასთანავე ამ აუდიტორიაში ჩვენთან სახალხო უნივერსიტეტის ძალიან დიდი მნიშვნელობა ეთმობა და ძალიან დიდი დრო ეთმობა სწორედ ამ ოკუპაციის გააზრებას, თუ რა მოგვიტანა ამ ოკუპაციამ, რა საფრთხეები დაგვიტოვა და ამ კუთხით რა გამოწვევებია დღევანდელ საქართველოში, ამაზეც ძალიან აქტიურად დღევანდელ კავკასიაში აქტიურად გვექნება საუბარი. სიმბოლურია და ამ ტრაგიკულ თარიღში, ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამის გახსნა, ჩვენი ახალი ნაკადის გახსნა და დაწყება სახალხო უნივერსიტეტის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ასე ვთქვათ ციკლში ჩვენ ძალიან ბევრი საუბარი გვექნება სწორედ იმ საფრთხეებზე, რაც ჩვენ გვემუქრება ჩვენი ერთი დიდი მეზობლისგან და რაც ეს ისტორიულად მოდის უკვე საუკუნეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არაჩვეულებრივ გუნდს, ჩვენს მეგობრებს, უფროს მეგობრებს, თანამშრომლებს. მადლობა მინდა გადავუხადო, არაფერი არ გამოვიდოდა, რომ არა იმ ათეულობით ლექტორს, ვინც იკვლევს, ვინც მუშაობს კავკასიის შესახებ და შემდეგ მათ ახალ კვლევებს, ახალ ცოდნას უკვე გვიზიარებს ჩვენ და თქვენ ამ აუდიტორიაში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და ჩემის მხრივ კავკასიური სახლის ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობს თავისი მწირი რესურსების ფონზეც უფრო და უფრო საინტერესო, უფრო და უფრო მრავალფეროვანი გახადოს ეს სახალხო უნივერსიტეტი, რომლის საჭიროებასაც ჩვენ ვხედავთ დღეს ამ სავსე დარბაზის მაგალითს. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ტრიბუნასთან უნდა მოვიხმოთ ქალბატონი თამარ უჯუხუ. ერთხელ გამიბრაზდა ქალბატონი თამარი, როცა მოიხსენია ჩერქეზული წარმოშობის ქართველ ენათმეცნიერად. არა, მე ჩერქეზი ენათმეცნიერი ვარო, მაგრამ საქართველოს მოქალაქეო და ქალბატონი თამარი არის აი ამ სახლის მესაძირკვლე და ყველაზე
დიდი მეხსიერება აქვს ბატონ მიხოსთან ერთად და ქალბატონ ნაირასთან ერთად თუ რა გამოიარა ამ სახლმა საბჭოთა ეპოქაში, პოსტსაბჭოთა ეპოქაში, რა ზეწოლასა და წნეხის პირობებში უწევდათ აქ ხალხს მუშაობა და არის სიმბოლო იმისა, რომ გადავრჩით. ვარსებობთ და ვაგრძელებთ შრომას. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ აი ამ მრავალწლიანი საქმიანობისთვის. გთხოვთ. მოგესალმებით. დიდი სიამოვნებით. ძვირფასო მეგობრებო, ცოტა ვღელავ ამ დროს ყოველთვის წის დასაწყისში თებერვალში ხდება მიღება ახალი მსმენელების ჩემი გამოსვლა ყოველთვის არის რაღაც ემოციური. რა თქმა უნდა ვარ ჩერქეზი, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულება ეს ჩემი წარმოშობა, მაგრამ მე ძალიან მიყვარს არა მარტო მოქალაქე ვარ. მე მიყვარს საქართველო, ქართველები, ყველა ვინც აქ ცხოვრობს, ოღონდ გულწრფელად. ეხლა რაც შეეხება ამას. ეს არის პროექტი, რომელშიც მოხვედით თქვენ, ახალგაზრდებო. არის ძალიან დიდი პროექტი, უკვე როგორც ჩვენ აღმასრულებელმა დირექტორმა ბრძანა ძალიან მწირი დაფინანსებით, მაგრამ საქართველოში არის ძალიან ბევრი გულიანი, ძალიან ბევრი კეთილი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც სურს ახალგაზრდებს გაუკეთოს სიკეთე, დაეხმაროს და გვერდში ამოგვიდგნენ ეს ადამიანები, აგერ სხედან ჩვენი პროფესორები. ამიტომაც გამოდის, ჩერქეზები ამბობენ, მარტო ხერც კი ტყისკენ იწევაო. ბატონო ღვთისო, თქვენ იცით, რომ ანდაზა მხოლოდ ანდაზით ითარგმნება შესაბამისი, ანდაზა იქნება ქართულში დარწმუნებული ვარ. არავითარ შემთხვევაში ეს პროექტი არ შედგებოდა, რომ არ ყოფილიყვნენ ის კეთილშობილი, ის მართლა ინტელიგენტი, ის მართლა განათლებული ადამიანები, პროფესორები, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედაქალაქის ფარგლებში რომ ავიღოთ ილიაუნის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, აი ბავშვების ხედან, რომლებიც სწავლობენ ამ უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ ჩვენ შემოგვიერთდნენ მერე მოგვიანებით რეგიონებიც, რეგიონალური უნივერსიტეტები, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. და მათთან ერთად ჩვენ შევძელით, რომ ყოფილიყო ეს პროექტი წარმატებული. არა მარტო გვისმენენ იქაური სტუდენტ მაგისტრანტ დოქტორანტები, არამედ იქაური არაჩვეულებრივი პროფესორებიც გვიკითხავენ ლექციებს. ანუ თქვენ ამ პროექტის ფარგლებში გექნებათ სამი მიმართულებით მუშაობა. პირველი ეს არის ლექციები. მე გვპირდებით, რომ და იცოდეთ, ეს იქნება არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო ლექციები. ეს ერთი. მეორე ჩვენ ვამაყობ ძალიან, რომ წლის ბოლოს ტარდება ხოლმე სამეცნიერო კონფერენცია. ჯერ ეს სამეცნიერო კონფერენცია იყო რეგიონალური მნიშვნელობის, ეხლა წელს ჩატარდა საერთაშორისო. ანუ შემოგვიერთდნენ არა მხოლოდ ჩვენი ძვირფასი რეგიონების მსმენელები, არამედ კავკასიის რეგიონიდანაც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის დოქტორანტების წაკითხული მოხსენებები ამ კონფერენციაზე. ასევე ინგუშების, რომლებიც შემოგვიერთდნენ ჩეჩნეთის წარმოადგენლები და დაღესტნის. და იმედია კიდე შემოგვიერთდებიან. მე ეხლა მესამე დიდი მიმართულება ამ პროექტის არის ლიტერატურული ალმანახი. არაერთხელ მithქვამს კიდევ ვიმეორებ. ზოგადად კავკასიელები ნიჭიერი ხალხია, ქართველები ნიჭიერთა ნიჭიერები, ნიჭიერზე უფრო ნიჭიერები. ამიტომ არ ამთავრდება, არ ილევა
ამ ნიჭიერი ადამიანების ნაწერები ლექსის სახით, თარგმანის სახით, პროზის სახით საოცრება ამაზე იტყვიან აქ ვიდეო რგოლის გვაქვს და თქვენ ნახავთ ამის შესახებ. მაგრამ კიდე ბოლოს მე მინდა ვთქვა რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ იოგ ჰენდლის სახელობის დარბაზში როგორც ჩვენი ლევანი იტყვის ხოლმე არიან როგორც 20-25 წლის მსმენელები ასევე 20-24 წლის ანუ ჩვენ არ ვკარგავთ კონტაქტ ყოფილ მსმენელებთან მათ აქ საშუალება არა მარტო ლექციები მოისმინონ არამედ უკვე ბევრი არის დაცული დისერტაციები აქ დაცული თავიანთ უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობენ შესანიშნავ ლექციებს და ასევე ჩვენთან სამსავალდებულო ლექციასთან ერთად ვაძლევთ საშუალებას წაიკითხონ მეოთხე დამატებითი ლექცია. აი ეს მინდოდა მე თქვა ბევრი რამე მინდოდა წუხელაც ფიქრობდი გზაშიც ფიქრობდი აქ რომ მოვიდი კიდევ ფიქრობდი საუკეთესოდ როგორ ვთქვა მეც ვერ ვამბობ მაგრამ მადლობელი ვარ ყველასი ვინც აქ ხართ მე მქონდა სათითაო ჩვენ მსმენელებთან ცალ-ცალკე შეხვედრები რატომ ან მე იმდენი დრო მაქვს თუ ჩვენ მსმენელს ამდენი დრო აქვს რომ საათობით ვიჯდეთ იმიტომ რომ გვინდოდა გაგვიგო ჩვენ აქ მოსულ ადამიანს რომელიც ერთი წის განმავლობაში ჩვენთან იქნება რა ინტერესი აქვს რა უნდა ჩვენ რა რესურსი გაგვაჩნია როგორ შეგვიძლია მას დავეხმაროთ თუ ეს სამეცნიერო კონფერენციის ხაზით არის მაშასა და მე წინასწარ უნდა გავერკვიოთ ჩვენ რა თემები რა ხელმძღვანელებთან ვისთან რომელ უნივერსიტეტში არიან თუ სხვა რამე ასე შემდეგ მაგრამ თქვენ ჯერჯერობით ერთმანეთს არ იცნობთ და ჩვენმა ლევანმა შემოგთავაზა მალე ალბათ მარტის რომელიღაც თვეში გაცნობითი ტრენინგი გექნებათ კიდე ბევრი სხვა საინტერესო მადლობა ყველას ყველა ასისტენტს ყველა კავკასიური სახლის თანამშრომელს კავკასიური სახლის დამფუძნებელს და ეს ყველაფერი დაიწყო და გრძელდება მწერალნაირა გელაშვილთან არის დაკავშირებული მას დიდი მადლობა ჩვენ აღმასრულებელ დირექტორს დოქტორს ახალგაზრდა ახალ დაიცვა დისერტაცია ირაკლი ირემაძეს ჩვენ გამგეობის თავმჯდომარეს ჩვენ მეგობარს და ყველა საქმეში გვერდში გვიდგას ჩვენ ლევან ლორქიფანიძეს ყველა ასისტენტს იქ ვინც არიან გიალავიძეს იქით გიორგი ნარიამი ძველი ჩვენი ყოფილი თანამშრომლები აგე პირველი ნაკადის ხარ ქეთი ჩვენ ხო 2008 წელს თუ 9 წელს ქეთი მოვიდა თვითონ უკვე მალე დაიცავს დისერტაციას და მისი ქალიშვილი იგზის უკვე ეს ასეთი დიდი პროექტია მე მგონი ბევრი ვილაპარაკე დიდი ბოდიშით მაგრამ ამის თქმა მინდოდა უღრმესი მადლობა ყველას წარმატებებს გისურვებთ ერთი რამე არის ზუსტად ვიცი რომ ჩვენი კოლექტივი ჩვენი თანამშრომლები ჩვენი პროფესორები მაქსიმუმს გავაკეთებთ თქვენ რო იყოთ კმაყოფილები დიდი მადლობა კიდევ ერთი მესაძირკვლე უნდა მოვიხმოთ ჩვენს ტრიბუნასთან გერმანისტი კავკასიური სახლის უძველესი თანამშრომელი სახალხო უნივერსიტეტის თანაკოორდინატორი და რაც მთავარია ჩვენი ახალგაზრდული ალმანახის მთავარი რედაქტორი ბატონი მიხო ბეროშვილი მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, უბრალოდ გამოვედი რომ დავინახოთ რომ შემდეგში მოგიწევს მუშაობა ვითანამშრომლობთ იმ ალმანახთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ახსენეს აქ რამდენჯერმე. ესე იგი წელი ჩვენ გვაქვს ყოველწლიური საზოგადოებრივი ლიტერატურული ალმანახი, რომელშიც საბოლოო წლის ბოლოს ბეჭდა რჩეულ ნარკვიმას კვლევებს, ასევე პროზა, პოეზია, თქვენ შორის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია. ამ წლების განმავლობაში შევიძინეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოთხრობასაც წერს, თარგმნის შესანიშნავად, პოეზიასაც და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს ალმანახი გახლავთ და წლის განმავლობაში შევეცდები რომ თქვენთან ვითანამშრომლო, თუ ვინმეს რამე ბალიშის ქვეშ დამალული ნაწერები და არავის არ უმხელთ და შეიძლება ისინი ღირებულია, გთხოვთ მომაწოვოთ. მე მინდა აღარ შეგაწუხებთ, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო
ლევანს და ირაკლის ესე იგი იმ უზარმაზარი თანადგომისათვის რითაც ჩვენ ამათი შრომაა ჩადებული ამათი თავდაუზოგავიო ჩვენ შეგვაქვს მაგრამ მათი თანადგომის გარეშე მათი ხელშეწყობის გარეშე რადგან ბევრი რამე არ გამოგვიდო და ან ისე კარგად არ გამოგვიდო როგორც გამოგვდის მადლობა ყველას მადლობა თქვენ რომ მობრძანით და გისურვებთ წარმატებულ თანამშრომლობას კავკასიურ სახლთან კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დღევანდელ დღეს დიდი მადლობა სანამ თქვენს ბალიშებს გადაბურჯგნით, რომ თქვენი შემოქმედება აღმოაჩინოთ, გადაგამოიტანოთ, მანამდე მეგობრებო, ჩვენ გვაქვს 15 წუთიანი პრეზენტაცია, სადაც აი კონკრეტულად ნახავთ, როგორ და რანაირად მიმდინარეობს მუშაობა სახალხო უნივერსიტეტში. ყველა დეტალს აი ამ ვიდეორგოლიდან გაიგებთ და როგორც ადრე იტყოდნენ, გთხოვთ ჩართოთ ფირი, ხო? ფირი არა გვაქვს ჩვენ. ვიდეო ფაილი გვაქვს, მაგრამ ჩართოთ ეს ვიდეო ფაილი და თუ შეიძლება შუქი გათიშეთ რა, რომ კარგად დავინახოთ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პროექტ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტს. ქართულ არასამთავრობო სექტორში ესაა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დიდმასშტაბიანი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც მოქმედებს 2008 წლიდან. პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის, ინფორმაციის მიწოდებას კავკასიელი ხალხების კულტურის, ისტორიის, ტრადიციების, სოციალური პროცესების, ასევე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი უნიკალურია და ანალოგი არ გააჩნია. სახალხო უნივერსიტეტი კავკასიური სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილია და ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გრძელდება. პროექტის კოორდინატორია ქალბატონი თამარ უჯუხუ, კავკასიოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ბატონი მიხეილ ბეროშვილი არის პროექტის კონსულტანტი და რედაქტორი სახალხო უნივერსიტეტის ალმანახისა, რომელზეც მოგვიანებით დაწვრილებით ვისაუბრებთ. სახალხო უნივერსიტეტში გამართული ლექციების მოდერატორია კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარე ბატონი ლევან ლორთქიფანიძე. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია ბატონი ირაკლი ირემაძე. სახალხო უნივერსიტეტის ასისტენტია ქალბატონი მარიამ სეხნიაშვილი, ხოლო დამხმარე კონსულტანტი არის ქეთევან საყევარაშვილი. ჩვენი გუნდი პროექტს ახორციელებს საკუთარი ღირებულებების შესაბამისად. ესაა უპირველეს ყოვლისა ხელმისაწვდომობა. აქედან გამომდინარე პროექტში მონაწილეობა უფასოა. ჩვენი ღირებულებებია ასევე ხარისხი, ზრდა და სიახლე, თანამშრომლობა, მუდმივი მუშაობა, მეთოდოლოგიური მრავალფეროვნება და ახალგაზრდების ჩართულობა. სახალხო უნივერსიტეტის ყოველი ახალი ნაკადის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მსმენელები როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს რეგიონებიდან. ჩართულნი არიან ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც. მსმენელთა შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე. 2024 წელს თბილისში გვისმენდა 45 მსმენელი. საქართველოს რეგიონებში 174 მსმენელი 10 პუნქტიდან, ხოლო ემიგრანტები ინდივიდუალურად გვერდთვებოდნენ 8 ქვეყნიდან, სულ 20 მსმენელი. ამგვარად სახალხო უნივერსიტეტში ჩართული იყო 18 პუნქტი და 229 მონაწილე. ეკრანზე თქვენ ხედავთ პროექტის არსებობის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩართულ ყველა რეგიონს. თბილისის ჯგუფში ერთიანდებიან დედაქალაქის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. ესენია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. 2024 წელს საქართველოს რეგიონებიდან პროექტში მონაწილეობდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 66 მსმენელი, ასისტენტი სოსო ენუქაშვილი.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ 12 მსმენელი, ასისტენტი ნინო კახაშვილი. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სულ 18 მსმენელი, ასისტენტი ქეთემან ლატარია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი, სულ 8 მსმენელი, ასისტენტი ირმა კვირკვია. ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი, სულ 26 მონაწილე, ასისტენტი თინათინ ტეტიაშვილი. სოფელ ჩანტლის ყურის საჯარო სკოლა კახეთში, სულ 2 მონაწილე, ასისტენტი ელისო ნატროშვილი. ნუკრიანის საჯარო სკოლა, სულ 8 მონაწილე, ასისტენტი ანანო ხმალაძე. ქუთაისის რეგიონული ინიციატივების ცენტრი ნათელი მომავალი, სულ 5 მონაწილე, ასისტენტი მარიკა ვაჭარაძე. სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა სვანეთში, სულ 14 მონაწილე, ასისტენტი სურაბ ნიჟარაძე. როგორც აღნიშნეთ, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ერთვებიან სახალხო უნივერსიტეტის მუშაობაში. ეს მსმენელები არიან გაერთიანებული სამეფოდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან და საბერძნეთიდან. სახალხო უნივერსიტეტი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აქტიურად ურთიერთობს პროექტის მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებთან. მათ შორისაა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ინგუშური კულტურის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლი, ჩიბათის საჯარო სკოლა და ახალსოფლის ახალგაზრდობის ცენტრი. ახლა კი მოკლედ გადვიხილავთ იმ აქტივობებსა და ქვეპროექტებს, რომლებიც სახალხო უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას ემსახურება. ესენია ლექციები, დოკუმენტური ფილმები, საერთაშორისო კონფერენცია, სალიტერატურო წრე, სამეცნიერო წრე, ქართველ მწერალთა საკითხავები, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა, ონლაინ ექსკურსიები, ტრენინგები, დაიჯესტი კავკასიის ამბები, დოკუმენტური ფილმების სერია სახელხმიანი კავკასიოლოგები, საუბრები აქტუალურზე, და საზოგადოებრივ ლიტერატურული ალმანახი. სახალხო უნივერსიტეტის აქტივობების შესაბამისად შემუშავებულია სწავლების მეთოდები.
ლექციების წაკითხვა, კითხვა-პასუხი, დისკუსიებში მონაწილეობა, წერილობითი ნაშრომების მომზადება და გამოქვეყნება, ფილმებისა და ვიდეოების მომზადება, კონფერენციების მოწყობა, ტრენინგების ჩატარება. პროექტის მთავარი აქტივობაა ლექციები, რომლებიც ტრადიციულად კავკასიური სახლის იორგ ჰენლეს სახელობის დარბაზში ტარდება. ყოველი თვის ბოლო კვირაში კვალიფიციური სპეციალისტები კითხულობენ 3 ლექციას. სალექციო კურსი აერთიანებს 3 ძირითად ბლოკს. პირველი, კავკასიელი ხალხების ისტორია, კულტურა, პოლიტიკა და ეკონომიკა. მეორე, ლიტერატურა, ფილოსოფია და რელიგია. მესამე, სოციალური მეცნიერებები. კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში ლექციებს კითხულობენ არა მხოლოდ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორები, არამედ საქართველოს სხვა რეგიონული უნივერსიტეტების პროფესორებიც, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია. ეს სიახლე 2023 წლიდან დაინერგა და ხელს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში რეგიონების ჩართულობის გაზრდას. 2024 წლიდან პროექტის სალექციო ნაწილში ერთვებიან პროფესორები კავკასიის სხვა რესპუბლიკებიდანაც. ამ მიმართულებით პირველი აქტივობა იყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის პროფესორ სანუბარ ბაღიროვას ლექციის გამართვა, რისთვისაც ის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა ბაქოდან. დამატებითი აქტივობებიდან და ქვეპროექტებიდან გამოირჩევა კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ამ დროისთვის ჩატარებულია 4 კონფერენცია განახლებადი სახელწოდებით, რაც კონფერენციის მასშტაბების ზრდით იყო გამოწვეული. რიგით მეხუთე კონფერენცია გაიმართება ამ წლის შემოდგომაზე. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების იდეა პირველად 2015 წელს გაჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის მსმენელთა უდიდეს ნაწილს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები შეადგენდნენ. კონფერენციებზე მიღებული გამოცდილება და ოფიციალური პუბლიკაციები კი დიდ დახმარებას უწევს მათ კარიერულ წინსვლაში. სტუდენტები, რომლებიც მოხსენებებით გამოდიან, წარმოადგენენ თემებს სხვადასხვა მიმართულებით: ისტორია, რელიგია, ფილოსოფია, ფოლკლორისტიკა, არქეოლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, კულტუროლოგია, სამართალმცოდნეობა, სოციოლოგია და სხვა. მონაწილეები არიან არა მხოლოდ პროექტის მსმენელები, ყველა საფეხურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც, რომლებმაც სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთა რჩევით მიიღეს კონფერენციაში მონაწილეობა. 2024 წლიდან კონფერენცია საერთაშორისოა. პროექტ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევართა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა 2024 წლის ნოემბერში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა როგორც საქართველოს დედაქალაქიდან და რეგიონებიდან, ისე მეზობელი კავკასიური რესპუბლიკებიდანაც. კავკასიის აკადემიური წრეების ჩართულობა განსაკუთრებული სიახლეა კონფერენციისათვის. ესენია აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი, დაღესტნის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და ასევე ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო კონფერენციის მომავალი მონაწილეები თავიანთ მოხსენებებს წინასწარ განიხილავენ სამეცნიერო წრის მუშაობისას. წრის წევრები მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ მოხსენებათა სამეცნიერო მხარის დამუშავებასა და ახალი უნარჩვევების ასათვისებლად. სამეცნიერო წრის ხდომები იმართება 2 თვეში ერთხელ ჯგუფურად. ინდივიდუალურად კონსულტაციები კი პერმანენტულად ტარდება მსმენელთა მოთხოვნით. შეხვედრებს ესწრებიან როგორც თბილისის მსმენელები, ისე რეგიონებიდან ჩართული სტუდენტები. სამეცნიერო წრე პროექტის შარშანდელი სიახლეა. ასევე ახალ აქტივობას წარმოადგენდა სპეციალურად ამ წრისათვის გამართული ტრენინგი, რომლის მიზანიც იყო მომხსენებელთათვის სამეცნიერო ნაშრომების მოსამზადებლად დამატებითი, სისტემატიზებული რჩევების მიცემა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. შეხვედრა ჩაატარა პროექტის ყოფილმა მსმენელმა, კავკასიოლოგმა ქეთევან საყევარაშვილმა, რომელიც არაერთი ყოფილი მსმენელის მსგავსად აქტიურად აგრძელებს სახალხო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. ანალოგიური ტრენინგი დაგეგმილია წელსაც. მსმენელთა მიერ მომზადებული რჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სრულად პროექტის ალმანახში ჩვენი სამყარო, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ალმანახში გამოქვეყნების მსურველთათვის პროექტის ფარგლებში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ლიტერატურული წრე, რომლის წევრებით საკუთარ ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და პირველ სამწერლო მცდელობებს აცნობენ ერთმანეთს ალმანახის რედაქტორ ბატონ მიხეილ ბეროშვილს და იღებენ რეკომენდაციებს ნაშრომებისა და სამწერლობო უნარების გასაუმჯობესებლად. პროექტის მონაწილეთა მხატვრული და სამეცნიერო ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ყოველწლიურ საზოგადოებრივ ლიტერატურულ ალმანახში ჩვენი სამყარო, რომელიც 2020 წლიდან გამოდის. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს ნამუშევრების მიღებას, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერი მკვლევრებისა და ჟურნალისტების წარმოჩენას, ასევე ასპარეზის მიცემას იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურდათ თავიანთი პირველი ლიტერატურული მცდელობა სხვებისთვისაც გაეცნოთ. მთელი წლის განმავლობაში სახალხო უნივერსიტეტის ინტერნეტ პლატფორმაზე იტვირთება მათი ნაწერები, რომელთა შესახებაც მსჯელობენ და თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ ახალგაზრდა ავტორების კოლეგები. ალმანახში მხატვრული ლიტერატურა წარმოდგენილია რუბრიკებით: კვლევები, პოეზია, პროზა, დრამატურგია და მხატვრული თარგმანი. წელს გამოიცემა ალმანახის რიგით მეხუთე ნომერი. როგორც ხედავთ, სახალხო უნივერსიტეტი საკმაოდ დიდი პროექტია. ცხადია, მასზე წვდომა შესაძლებელია ინტერნეტშიც. ყოველი ლექცია და აქტივობა განთავსებულია სახალხო უნივერსიტეტის Facebook-ის ჯგუფში, სადაც ყოველკვირეულად ახლდება ინფორმაცია. ამგვარად, კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი თავისი მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება ეს ლექციები, დოკუმენტური ფილმები, კონფერენციები, ალმანახი, სამეცნიერო თუ ლიტერატურული წრეები და ასე შემდეგ, ყოველწლიურად ფართოვდება და პოპულარული ხდება ახალგაზრდებს შორის. მეგობრებო, სანამ ჩვენ მისასალმებელ სიტყვებს მოვისმენთ რეგიონებიდან, მოდით მოусმინოთ ჩვენს ლექტორებს, რომლებიც აქ მოვიდნენ, რომ განწყობა შეგვიქმნან მთელი წლის მუშაობასთან დაკავშირებით და ამ ლექტორებს შორის ერთი არის ქალი, თან ძალიან გამოცდილი და სერიოზული მეცნიერი მკვლევარი პროფესორი, მასზე ხვალ მოგიყვებით და წვრილებით. დღეს კი უბრალოდ სიტყვას გადავცემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელს, პროფესორ ქალბატონ ცირა ბარამიძეს. ქალბატონო ცირა, გვაქვს 3 წუთიანი რეგლამენტი. ვიცი, ჩემი მოდერატორი ხო ხარ, მთელი ცხოვრება და სულ დროს მიზომავს. ხო და მეც ახლა როგორც უფალმად ბრძანა რომ ნუ იწუხებ. რამე თუ მე მივიგო სიტყვა თქვენ წილო და ხო და ახლა რასაც უფალი მომცემს ამ 3 წუთში, იმას მოვასწრებ ალბათ. ამიტომ თავარ აქცენტებს დავსვამ. უპირველესად, შთამბეჭდავი იყო რაც თქვენ ნახეთ. ჩვენ აქ მოვდივართ ყველა, როგორც ლექტორი, ასევე მსმენელი და ყველა თაობის მსმენელი მოდის სიყვარულით. სიყვარულით, ცოდნისადმი ინტერესით. ამის დასტურია ის, რომ დარბაზში არის ის მსმენელები, რომლებიც 2008 წლიდან გვახსოვს და მე ფაქტობრივად ყველა მახსოვს. ჩემი თავარი სათქმელი არის ის, რომ ის რაც აქ ხდება იორქანლეს აუდიტორიაში, მე განსაკუთრებით ლექციებს შევეხები, მაგრამ ხომ ხედავთ რამდენი აქტივობა და დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით ხოლმე პროფესორები და ვერთვებით კიდევაც ამ აქტივობებში, იმიტომ რომ ეს არის კავკასიის მომავალი. რაც დღეს ამწუხაროდ ვერ ხდება და არ ხდება სხვა სივრცეში, გარდა საქართველოსი და გარდა ამ აუდიტორიასა იმ მასშტაბით და იმ სახით, რაც აქ ხდება. რატომ არის ასე? იმიტომ რომ გარკვეული რეალობების გამო საქართველოს არის ამ თვალსაზრისით პრიორიტეტული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს კონცეფციაც კი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის, რომელშიც უნდა შედიოდეს თავარი პრიორიტეტი სწორედ ეს გახლავთ განათლებისა და კულტურისა და ცივილიზაციის შესწავლა მთლიანად, მაგრამ ეს არ ხორციელდება სახელმწიფოებრივ დონეზე ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს. ახლა მე ამ კრიტიკას თავს დავანებებ და ვიტყვი იმას, რომ ეს აქ ხორციელდება და ხორციელდება უფრო მეტი, ვიდრე თქვენ აქ წარმოადგენთ. ამ სახალხო უნივერსიტეტის პროდუქცია ნებისმიერი სახის და განსაკუთრებით ლექციების ფრაგმენტები მინდა იცოდეთ, რომ ითარგმნება რამდენიმე ენაზე დაინტერესებული პირების მიერ, რომლებიც არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ითარგმნება. და გადის, რა თქმა უნდა, სივრცეში. დღეს 21 საუკუნეში
სივრცე არ იღია, შეგიძლიათ ისხდეთ აი ამ პატარა აუდიტორიაში და კონდეთ ვრცელი დიდი წარმოდგენა, დიდი ცოდნა კავკასიის შესახებ. ამ ცოდნისკენ მოდიოდნენ უძველესი ხანიდან, ანტიკური ეპოქიდან და კიდე იქით. იყო მითოეპიკური სამყარო, სადაც ეს იყო განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული იყო ინტერესი იმპერიების მიერ კავკასიის შესწავლისა. გამოვყოფთი ბოლო 2 საუკუნის სამეცნიერო მიღწევებს ჭყალებში, რა თქმა უნდა მიღწევებია ის თავისთავად რუსეთის იმპერიისაგან, რომელიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ვინც უნდა შეისწავლოს კავკასია, ეს არის უშუალოდ კავკასიელები და კავკასიოლოგები კავკასიაში, რადგან მათთვის ეს არ არის ობიექტი შესწავლის მხოლოდ, არამედ არის სიყვარულის ობიექტიც. მთელი გულწრფელობით უნდა ვთქვა, რომ უდიდესია ის მარცვალი, რომელიც დამფუძნებლებმა ამ პროექტის და საზოგადოებრივ ამ კავკასიური იდეის სახლის მთლიანად, სადაც ნამდვილად ბრძნობთ თავს, რომ ჩვენ ვართ კავკასიურ სახლში. არაერთი სხვა ღონისძიება ხორციელდებოდა, რომელიც კრიტიკულ მომენტებში ეს სახლი ამ ფუნქციას ასრულებდა, ჩვენ ეს ვიცით საომარ მდგომარეობის დროს და ეს მოქმედებებიც და აქტივობებიც გადადიოდა ქალბატონი თამარის, ბატონი მიხოს, ქალბატონი ნაირას, ძველი დამფუძნებლების კისერზე. ის მარცვალი, რომელიც აი ამ ნოყიერ მიწაში ჩაითესა, უკვე ნაყოფმოღებულია და ეს აუდიტორია რომ სავსეა, ამის დასტურია. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ, აი კოლეგაზის საკვირა და ხედავს ხებსაც, ჩვენ ვცდილობთ არ გავიმეოროთ თემა. ხომ ესეა ბატონო ლევან? 3 წუთი ჯერ არ არის. და არ გავიმეოროთ თემა რატომ იცით? განა იმიტომ რომ განმეორება ცოდნის დედა არ არის. უბრალოდ ეს სახლი გაძლევთ შესაძლებლობას ეს პროექტი მოძებნოთ დასერჩოთ რო ეძახით და ნებისმიერი ლექსია რომელიც იყო აქ საკითხული ნებისმიერი პროფესორის მოწვეული სპეციალისტის მიერ არის ონლაინ სივრცეში და არის წვდომა მასზე გახსნილი. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა. მე მინდა ვთქვა რომ ამ სახლმა მე გამზარდა, მე მეცადინეობ. თქვენთან შესახვედრად წარმოგიდგენთ სულ ახალი ძიებები გვინდა კონდეს. ანუ ჩვენი ლექციები ზოგადად უნდა იყოს და არის კიდეც ასეთად. ის რაც ერთხელ უკვე გადაღეჭილია და ნათქვამია და დაწერილია, იმას თქვენც უჩემოთ და კარგადაც მოიძიებთ. მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ რომ დავსვათ ახალი საკითხი და მას უპასუხოთ ზედ მიწევნით აკადემიურად და იმგვარად რომ ყველას გაუღვიოთ იგივე ინტერესი, რა თქმა უნდა ეს არის ამ სახალხო უნივერსიტეტის მთავარი აზრი. მოქმედებაში, ქმედებაში, ძიებაში უნდა გვახსოვდეს ეს სახლი, ძიებაში ახლის გახსოვდეს სახლი. მადლობა ამ სახლს, მადლობა იმისთვის რომ მე შემძინა უამრავი მეგობარი და კოლეგა, უკვე კოლეგები, რომლებიც ამ სახლში დაიბადნენ, როგორც კავკასიოლოგები და მერე გამოვიდნენ დიდ გზაზე. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ უკვე რომ ამ ნაყოფს, რომელსაც ძალიან დიდი სამკალი აქვს უკვე, უფრო დიდი სამკალი ელოდება, რაც დღეს შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო ჩრდილოეთ კავკასიაში, ან კავკასიის სხვა რეგიონში, სხვა რესპუბლიკაში გამომდინარე ინტელექტუალური რესურსიდან და გამომდინარე იდეებიდან ხორციელდება აქ და ახალგაზრდობა ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ისურვებ წარმატებებს ამ გზაზე, ძიების გზაზე. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ ცირას ჩვენ ხვალ 5 საათზე უმასპინძლებთ ამ აუდიტორიაში გთხოვთ ჩაინიშნოთ და ხვალ აი ამ ფორმით შეუდგებით ჩვენ მუშაობას. ეხლა პირველ რიგში ბატონი ღვთისოზის, ბატონ ღვთისოზე 5 საათზე უმასპინძლებთ. ბატონი ღვთისო გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და ძალიან სახელგანთქმული ფოლკლორისტი და აი ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი. გთხოვთ ბატონ ღვთისო. დიდი მადლობა ბატონო ლევან ასეთი გულთბილი წარდგენისთვის.
მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენ სტუდენტებს. მე აქ ვხედავ რამდენიმე სტუდენტს, რომლებსაც წინა წლებშიც ვუკითხავდი ლექციებს და ორმაგად მიხარია, რომ ნაცნობი სახეებიც არის. და მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ მართლაც აი ამ შესანიშნავ გარემოში კავკასიური სახლის ახალხო უნივერსიტეტის მსმენელებად თქვენს მობრძანება. მინდა ვთქვა, რომ კავკასიურ სახლს უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ჰქონდა მთელი ამ მისი არსებობის მანძილზე, მეტად სასარგებლო არა მარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და აი ეს პროექტი, კავკასიური სახლის ახალხო უნივერსიტეტი არის ყველაზე წარმატებული პროექტი, რადგან კავკასიურმა სახლმა თავიდანვე რაც მე მახსოვს და ეს არის ძალიან შორეული წარსული 90-იანი წლების დამდეგიდან მე ფაქტობრივად არა მარტო თვალყურს ვადევნებ უბრალოდ, არამედ ვარ გულშემატკივარიც მისი საქმიანობის ერთი სიტყვით და მინდა ვთქვა, რომ მან თავიდანვე შემოიკრიბა უნიჭიერესი ადამიანები, პროგრესული ადამიანები, თავის გარშემო დიდი ძალიან ესე იგი დარგის წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები, მთარგმნელები და აი ასე მოდის, აი ამ ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა, რა თქმა უნდა 90-იან წლებში, მაგრამ მინდა ვახსენო, რომ იმ დროიდან მოყოლებული, მაგალითად 90-იან წლებში კავკასიურმა სახლმა გამოსცა თითქმის ყველა ჩვენი მეზობელი კავკასიელი ხალხის ფოლკლორის კრებულები. ეს არ იყო დიდი მოცულობის მაგალითად გამოცემები, მაგრამ რაც იყო, ეს იყო რჩეული ტექსტები, რომელიც სწორედ ახალგაზრდებში, სტუდენტებში და საერთოდ კავკასიით დაინტერესებული ადამიანებში გააჩინა უდიდესი ინტერესი აი კავკასიელი მეზობელი ხალხების მიმართ, რადგან ეს ტექსტები სწორედ გამოხატავს ამ ხალხების კოლექტიურ ცნობიერებას და აი იმ დროიდან მოყოლებული არის ჩემი მეგობრობა ამ სახლთან და ნამდვილად აქ არის არაჩვეულებრივი გარემო შექმნილი საუკეთესო გარემო თქვენთვის მე მხვდებიან ისინი ვინც უკვე რა თქმა უნდა გაიარეს ეს უნივერსიტეტი, სახალხო უნივერსიტეტი და თავიანთ კმაყოფილებას ვერ მალავენ, რადგან იგი მათ დაეხმარა თავისი ადგილის პოვნაში. რა თქმა უნდა, ლექციები ერთია და ეს არაჩვეულებრივია თავისთავად ეს ლექციები აქ, რადგან ამ ლექციებს კითხულობენ დარგის საუკეთესო სპეციალისტები, მაგრამ მეორეა ის, რომ თქვენ ეს დაგეხმარებათ, რომ გქონდეთ თქვენი საკუთარი შეხედულებები, დაგეხმარებათ, რომ თქვენ გქონდეთ მიუკერძუებელი თქვენი საკუთარი თვალსაზრისი ნებისმიერ საკითხზე უკვე. თქვენ გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ადამიანები ერთმანეთზე ძალიან გავლენას ახდენენ რა გარემოცვაში, რა გარემოში გიხდება ყოფნა და ეს ერთი წელი არ არის ცოტა, ძალიან მდიდარი იქნება თქვენთვის, მდიდარი შთაბეჭდილებები გექნებათ წლის ბოლოს და ეს იქნება არა მხოლოდ ცოდნის დაგროვების პერიოდი ეს ერთი წელი, არამედ ეს იქნება თქვენი ცოდნის რეალიზაციის, რადგან წლის ბოლოს თქვენ საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ცოდნა, ესე იგი, დასკვნითი მოხსენებით სახით წარმოადგინოთ კონკრეტულ საკითხზე, აი ამ სამეცნიერო კონფერენციაზეც. აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ დაიშურებენ თქვენ მიმართ თავიანთ ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას, დაგიდგებიან გვერდში და ამისთვის მე მინდა ვისარგებლო ჩემი აქ და მინდა მადლობა მოვახსენო ამისათვის კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარეს ბატონ ლევან ლორქიფანიძეს, აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ირაკლი რემაძეს, ქალბატონ თამარ უჯუხუს, ნამდვილად ესე იგი, რომელიც აი როგორი თბილი ურთიერთობა აქვს სტუდენტებთან, როგორც ჩვენთან ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სიაქვს თითოეულ სტუდენტთან და შეუძლია გაუწიოს ყოველთვის კვალიფიციური კონსულტაცია ბატონ მიხობეროშვილს და ასე შემდეგ. ამიტომ ეხლა მე არ მინდა გადავაჭარბოთ ჩემს რეგლამენტს, მე საშუალება მომეცემა თქვენთან უკვე ზეგ შეხვდეთ, ამიტომ ახლა მე მინდა გისურვოთ წარმატებები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მთელი აი ამ წლის განმავლობაში, რომელსაც თქვენ გაატარებთ აი ამ არაჩვეულებრივ იორკ ჰენლეს სახელობის დარბაზში. მეგობრებო, დღეს პირველი დღეა და გვინდა რომ ბევრი რამე წარმოვადგინოთ და ბევრი რამ გაჩვენოთ, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ახლა ჩვენი მუშაობა. ნახეთ,
ჯერ კავკასიოლოგი გამოვიდა თქვენს წინაშე, ამით შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბლოკი ლექციებისა კავკასიას და კავკასიოლოგიას უკავშირდება, შემდეგ ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენელი ბატონი ღვთისო და მესამე ჩვენ ყოველთვის საუბრობთ აქ სოციალური მეცნიერებების თემატიკაზე და ჩვენთან ერთად არის პოლიტოლოგი, კონფლიქტოლოგი და ჩვენი რეგიონის გამორჩეული მკვლევარი, მშვიდობის საკითხების მკვლევარი, კონფლიქტების ტრანსფორმაციების მკვლევარი და ჩვენი ძვირფასი მეგობარი ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მეფის ტახტზეც და იმ ტახტის გარეშეც, სადაც არ უნდა იყოს, მაინც ჩვენი მეგობარია და ეს მისი ადამიანობის განსაკუთრებულ ხარისხზე მიანიშნე. დიდი მადლობა მეგობრებო, მართლაც მრავლესობა აქ ვინც გამოვიდნენ ჩემი მეგობრები არიან და გილოცავთ ახალგაზრდებს რომ ერთობით ამ სასწავლო პროცესში მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება და დამამახსოვრებელი იქნება ძალიან ბევრი სტუდენტი შემდგომ ხშირად ხდება ქუჩაში ზოგჯერ მე ვერ ვცნობ და მახსენებენ რომ სწავლობდნენ და ამ შენობაში და დამადლიერები არიან იმ დროის რაც მათ გაატარეს აქ მე დარწმუნებულია რომ საინტერესო იქნება თქვენთვის ერთ წელიწადში ძალიან ფოკუსირებულად კონცენტრირებულად იქნება წარმოდგენილი თქვენთვის კავკასია ეს უნიკალური ცივილიზაციური ფენომენი დედამიწის ზურგზე ნამდვილად არის რამოდენიმე ცენტრი ესეთი ნამდვილად მაგრამ კავკასია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ყველა გზა პრაქტიკულად კავკასიაზე გადიოდა როგორც საომარი ცივილიზაციური კულტურული ყველანაირი ენობრივი ყველანაირი რელიგიური ყველანაირი და ამიტომ ძალიან საინტერესო რეგიონში ცხოვრობ საერთოდ და ძალიან უნიკალური ისტორია გვაქვს მაგრამ გარდა ისტორიისა გვაქვს აწყო და აწყო ძალიან მნიშვნელოვანია კავკასია არ არის მარტო ის რაც არის ხელოვნება კულტურა რატაც ამაყობენ კავკასიელი ხალხები არამედ არის ის რეალობა რომელიც ყოველთვის არ არის ყოველთვის სასიამოვნო და ყოველთვის ჩვენზე არა დამოკიდებული კავკასიელ ხალხებზე არის კავკასიის მიმართ აქ ბევრ სახელმწიფოს ინტერესები თქვა რუსეთი პირველ რიგში რომელიც აშკარად აგრესიულია და ახლა ეგზისტენციალური მას გადის პერიოდს გადის კავკასიაში ყოფნისა და არა მარტო კავკასიაში ყოფნისა თავის თავში ყოფნისასაც კი და ეს სერიოზულია რუსეთის შესწავლა ასევე კავკასიის საქმეა რომ კავკასიელი ხალხები ბევრი რუსეთის შემადგენლობაში არიან და ეს რა თქმა უნდა იქნება ერთ-ერთი თქვენი ალბათ მნიშვნელოვანი საგანი ჩვენ კავკასიელი ხალხის კულტურა და არ მარტო კულტურა მაგრამ დღევანდელობა რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარდა რუსეთის არის ორი ყოფილი ძლევამოსილი იმპერია რომელიც თავის იმპერიული რაღაც გარკვეული ხედვებით მაინც დღემდე აქვს ამბიციებს არის ირანი დღევანდელი და თურქეთი დღევანდელი რომელიც ოდესღაც სპარსეთი და ოსმალეთის იმპერია განკარგავდნენ ვითარებას კავკასიაში დღეს კავკასიისთან დაინტერესებული ევროკავშირი აი საქართველოს პერსპექტივები ხედავთ როგორ რა ხდება ნატო აქ წარმოდგენილი თურქეთის სახით კავკასიაში არის უნიკალური ისლამური და ქრისტიანული სამყაროს დღევანდელი საზღვრები განთავსებული უამრავი საინტერესო ფენომენია და ეს ყოველთვის არ აღიბეჭდება ჩვენს ხალხებში დადებითად და ჩვენ ხედავთ ჩვენს გამოწვევებს საქართველოს გამოწვევებს ოკუპაციის მიმართულებით ეს არის კონფლიქტი რაც დღეს ჩვენს მეზობლებს მეგობარ ხალხებს სომხებს და აზერბაიჯანებს გააჩნიათ დღემდე მოუგვარებელი კონფლიქტი რომელიც სულაც არ ძალიან უშლის ხელს კავკასიის განვითარებას მოკლედ უამრავი საკითხებია რაც გეოპოლიტიკას ეხება პოლიტოლოგიას ეხება სოციოპოლიტიკურ კონტექსტს ეხება ამ რეგიონში ამიტომ მე მგონი რომ ამ მიმართულებითაც ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ჩართულობა და ბევრ რამეს სასარგებლოს და კონცეპტუალურად სისტემურად რაღაც გარკვეულ პერსპექტივას დაინახავთ კავკასიაში, იმიტომ რომ ნამდვილად ეს რეგიონი, რომელიც სულ იქნება აქტუალური და უნდა იმედია დადებითად მომავალში და სულ იქნება რაღაც განაგრძობს თავის ცივილიზაციური ცენტრის რაღაც როლის შესრულებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ პაატა. მეგობრებო, მოდით ახლა კვლავ გავთიშოთ შუქი და ჩვენ რეგიონებიდან მოგვესალმებიან, ხო მარტო არ ვართ, პარტნიორები გვყავს. ჩვენ შეიძლება თუ გაგვიმართლა და ყველაფერი კარგად იყოს, მოგვიწიოს მათთან ჩასვლა. იქნება ეს თელავში, გორში თუ სხვა ადგილებში და ხო უნდა ვიცოდეთ ვინ დაგხვდებიან იქ და რა ხალხთან გვაქვს საქმე. აი ჩვენი ასისტენტები და პროფესორები მოგვესალმებიან ახლა.
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის პროექტს წელსაც უერთდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოცდილება და ტრადიცია, რომელიც ჩვენ ურთიერთობისას დამყარდა, ძალიან ფასეულია, იმიტომ რომ ახალგაზრდები იღებენ არაფორმალურ განათლებას, ფორმალურ განათლებასთან ერთად, რაც ძალიან საჭიროა მათი სამომავლო განვითარებისათვის. ცოდნა, რომელსაც ახალგაზრდები იღებენ, ძალიან წარდგება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის განვითარებას და თვითეული სიახლე, რომელსაც სტუდენტები გაიგებენ, შეისწავლიან, შეიმეცნებენ, იქნება ფასეული მათი სამომავლო განვითარებისათვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კავკასიის სახლი აგრძელებს ტრადიციას და აი იმ პროექტს, რომელიც მოიცავს როგორც ქართველი, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდების ერთმანეთის ისტორიის გაცნობას აქ გულისხმობ, სხვა წარმოშობის ხალხების ისტორიის გაცნობას, ასევე რომელიც მოიცავს იმ კულტურის, ჩვენი კავკასიელების ვიწრო მოსახმარი კულტურის საერთო თანხვედრის გაცნობას, მოძიებას და გარდა ამისა გაცნობას საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიერ ერთმანეთის. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების ისტორია, მაგრამ აი აქ საქართველოში მცხოვრები სხვა ერების ისტორია, იგივე სომხების, იგივე აზერბაიჯანელების, იგივე თუნდაც აქ ჩამოსახლებული სხვა ეროვნების წარმომადგენლების ისტორია ნაკლებად ვიცით. მე აქ ამ შემთხვევაში გულისხმობ, რომ აუცილებელი არის ამ ისტორიის თვითონ არიან შემადგენელი ნაწილი, სწორედ მათი წინაპრები ქმნიდნენ ამ ისტორიას და ჩემი აზრით ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს რომ პროექტი მოიცავს პოლიტიკური ქარტეხილების ისტორიის და იგივე პოლიტიკური სიტუაციის გაცნობასაც, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია, იმიტომ რომ დღევანდელი ახალგაზრდები მომავალი საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები იქნებიან და ბუნებრივია რომ აი ეს გამოცდილება მათ ცხოვრებაში ძალიან გამოადგებათ. ჩვენ მხარს უჭერთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიური სახლის ასეთ აქტივობებს, ყველა აქტივობას, იმიტომ რომ ყველა ძალიან დადებითია და მით უმეტეს ამ პროექტს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მივესალმებით კავკასიის სახლს, მის ადმინისტრაციასა და ყველა თანამშრომელს. მოგესალმებით კავკასია თავისი გეოგრაფიული, მენტალური და კულტურული მრავალფეროვნებით მართლაც გამორჩეული რეგიონია მთელს მსოფლიოში. ამ გამორჩეულობას და მრავალფეროვნებას კი გაფრთხილება სჭირდება. სასიამოვნოა კავკასიური სახლის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის ამ თემაზე ლექციების კურსის ჩატარება. დიახ, ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, როგორ მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა ეს ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში. როგორ ჩამოყალიბდა ტოლერანტული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელი საზოგადოებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველოს რომ გამორჩეულია ამ კუთხით, მისი მრავალფეროვანი ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ტრადიციები რომ მართლაც გამორჩეულია მთელს მსოფლიოში, ეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს მომავალ თაობას. ამ ტრადიციებს კიდევ ჭირდება არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ გაგრძელებაც. სახალხო უნივერსიტეტის ლექციების კურსი ახალგაზრდებთან ამ თემაზე საუბარი ნამდვილად წარდგება ჩვენი მომავალი თაობის კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და გამოვთქვამ სურვილს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო შინაარსიანი და მრავალფეროვანი იქნება. მოგესალმებით, მე ვარადი კაპელია, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ფილოსოფთა ხელშეწყობის წრის დაწყებას გისურვებ წარმატებებს. მინდა გესაუბროთ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 2016 წლიდან დღემდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი მსმენელები აქტიურად არიან ჩართული კავკასიური სახლის შემოთავაზებულ სხვა აქტივობებში, როგორც არის საერთაშორისო კონფერენციები, გამომცემლობები და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი აკადემიური პერსონალიც მხარს უჭერს სხვადასხვა ფორმატის ლექციების ჩატარებას.
უნივერსიტეტის მთავარ მისიასთან ერთად აკისრია მესამე მისია, რომელიც არის რეგიონის განვითარება. რეგიონის განვითარებაში კი კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ლექციები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე აღსანიშნავი ფაქტი არის ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან იწვრილებით გადადგილებული პირები, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ხოლო მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არის სწორი და სანდო ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით კავკასიელი ხალხის შესახებ და დღესდღეობით მიმდინარე მოვლენების შესახებ. მინდა ასევე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მეც ვიყავი კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელი, ხოლო დღესდღეობით ვარ რეგიონული წარმომადგენელი. ჩემს პროგრამულ განვითარებაზე ძალიან დიდი როლი ითამაშა კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ლექციებმა, რადგან მუდმივად დაინტერესებული ვიყავი კავკასიელი ხალხის მათი ღირებულებების, ფასეულობების და ისტორიის შესახებ. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართულ თითოეულ პირს და გისურვო წარმატებები. გამარჯობა, ძვირფასო ქართველებო. მოგესალმებით თურქეთის ქალაქ ბურსიდან. თავმოყრაჭე თერითემული გრძელედზე ვარ. სუქასნესის მოწვევით ქართული კულტურას თურქეთში დიდხანია 40 წელია ვესტები ამ ქართული კულტურული ამბავებში. ბევრი რას გავაკეთეთ ისტორიული ქართული ისტორიის და ქართული კულტურას გამო. მე მინდა ეს სუქასნესის პროექტში ქართული კულტურას და ისტორიას თურქეთში გაიცნონ ნაცნობა და ამ პროექტი ბედნიერი ვარ ხომ ამ პროექტში მოწვევა გამომიგზავნენ და ესე დეიფიქენ დიდი მადლობა მოგახსენებთ. ჩვენ ვართ მიახლოებით 5 მილიონი ქართველი თურქეთში. მაგრამ ამის 4 მილიონი მანქურტია. არიციან ვინ არიან და სად არიან, მაგრამ გენეტიკური და ფესვებიდან ქართველები არიან. ჩვენ გვინდა დანარჩენი ქართველები გავანახოთ და უნდა იცოდეთ თავისი ფესვები და ისტორია და კულტურა. ამისთვის რა საჭიროა გაკეთება შემიძლია თურქეთში. ჩვენ ამ პროექტი მაინტერესებს და მადლობა თქვენ ამ პროექტი ჩვენს დაიფიქრეთ და ჩვენს მოვედით. მამავალი უფრო კარგად იქნება, ძალა ერთობაშია და ღმერთმა არ დააკლოს ჩვენი ქართული სიყვარული და ერთობა. მეგობრებო, ორი აკორდი დაგვრჩა, ეხლა ჩვენს მსმენელებს მოусმენთ, ვინც გასულ წლებში გაიარეს ჩვენი კურსი და შემდეგ ზოგიერთს მათგანს გადავცემთ სერტიფიკატებს და ამით მოვამრგვალებთ დღევანდელ მუშაობას. მოდით აი აქ ლიკა ლოლაშვილი დავინახე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დასაყრდენი, ხერხემალი ამ პროექტის, აძლიერებდა, ძალიან დიდი შრომა გასწია რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ ჩვენს პროექტს სანიმუშოდ ემუშავა და ეფუნქციონირა და ლიკა ისევ ჩვენი მეგობარია და ყოველთვის იმედი გვაქვს ხოლმე, როცა ასე ვთქვათ, რაღაც გვიჭირს და ეხლაც აქ არის, ეხლა არ გვიჭირს, მაგრამ მაინც ჩვენთან ერთად არის და ხინშიც ასე ვთქვათ, გვახსენებს გზას ჩვენს. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს რეგიონებიდან. ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლებოდა მე თქვა დღევანდელ დღეს ახალი მსმენელებისთვის გახსნაზე და ალბათ მაინც გამიჭირდება ჩემი დამოკიდებულების და ჩემი ემოციების გადმოცემა. დიახ, ემოციების, იმიტომ რომ ეს პროექტი ჩემთვის არ იყო მხოლოდ გამოცდილება, ეს პროექტი უკავშირდა კავკასიური სახლი და კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი უკავშირდება ძალიან ბევრ ემოციას. ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ ამ პროექტში. ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ვიყავი აბიტურიენტი, რეგიონიდან უსმენდი ამ პროექტს სალექციო ჩართვებს, კერძოდ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო ცენტრ სპექტში და სწორედ აქ მოსმენილმა ლექციამ გადამაწყვეტინა ჩემი ასე ვთქვათ პროფესიის კავკასიოლოგიის არჩევა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.
ასევე 2015 წელს როცა ჩამოვედი, აქ გავაგრძელე ამ დარბაზში ლექციების მოსმენე, შემოვერთდი ისევ პროექტს და ამავე წელს ჩავერთე სტაჟიორად. 2020 წლამდე ვიყავი ამ პროექტის საორგანიზაციო გუნდის წევრი. თქვენ ნახეთ ვიდეო რგოლში, რამდენი დამატებითი აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში და სწორედ ეს საორგანიზაციო გუნდი, ასე თქვათ, აორგანიზებდა ამ დამატებით აქტივობებს და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი იყო ქალბატონი თამარის და ბატონი მიხოს იდეებიდან გამომდინარე. ასევე რაც მომცა ამ პროექტმა პირადად მე რამდენიმე მნიშვნელოვან აქცენტზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველ რიგში ეს არის ცოდნა და ცოდნის გაღრმავება კავკასიის რეგიონის შესახებ. მერწმუნეთ ჩვენს რეალობაში ძალიან ცოტა და შეიძლება ერთადერთი პროექტიც იყოს, პროექტს გულისხმობ, რომელიც კავკასიის შესახებ ცოდნას აწვდის სრულიად, ასე ვთქვათ, უსასყიდლოდ მსმენელ აუდიტორიას. ამასთან ერთად მეორე, რაზეც ყურადღებას გავამახვილებ, ეს არის ის უნარები, რომლებიც გამომიმუშავდა აქ მუშაობის პერიოდში, კერძოდ საორგანიზაციო უნარჩვევებს გულისხმობ. და მესამე, უამრავი კონტაქტი და უამრავი მეგობარი, რომელიც შემძინა ამ პროექტმა. ჩემი პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია სწორედ აქ წარმოდგენილ ალმანახში დაიბეჭდა და ჩემი პირველი ლექციაც სწორედ ამ აუდიტორიაში გაიმართა, ამ აუდიტორიისთვის. მე გარდა იმისა, რომ მადლიერი ვარ ამ ყველაფრის, ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენთვის, თითოეულისთვის ეს სივრცე არის ღია. შესაბამისად, თუ გაქვთ რაიმე იდეა, თუ გაქვთ რაიმე ასე ვთქვათ უნარი, შესაძლებლობა, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი გაუზიაროთ ქალბატონ თამარს და მერწმუნეთ, პირველი იქნება ეს ადამიანი, ვინც ყველაფერში გვერდში დაგიდგებათ. ამას გარდა, ასე ვთქვათ, ნიშნულოვანი არის ის, რომ სახალხო უნივერსიტეტი თავის სახელს ნამდვილად ამართლებს, ეს არის სახალხო და ამ უამრავი აქტივობიდან გამომდინარე გაძლევთ საუნივერსიტეტო ცოდნას და კავკასიური სახლიც ასევე ამართლებს თავის სახელს. აქ რომ მოხვალთ, აქ დაგხვდებათ თქვენ სახლი და იმედი მაქვს, რომ ყოველთვის სიხარულით და მოხვალთ ლექციებზე და ასე ვთქვათ, დაესწრებით სამივე ლექციას ამ ასე ვთქვათ თვის განმავლობაში, რაც იქნება აუცილებელი, მე გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ, რა თქმა უნდა და წლების გამოცდილებით შემიძლია გიჩვენოთ, რომ თუ გსურთ გააქტიურება ან რომელიმე ასე ვთქვათ აქტივობაში აქტიურად ჩართვა, ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება ის, რომ არ გადადოთ, გააქტიურდით, ჩაერთეთ, იმიტომ რომ ეს არის ის ადგილი და ის სივრცე, სადაც შეგიძლიათ თქვენი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მაქსიმალურად. გილოცავთ. მოусვინოთ ქალბატონ ქეთევან ცხოვრებაშვილს, სახალხო უნივერსიტეტის მსმენელი 2008-2010 წლებში. გთხოვთ ქეთი. შეგახსენებთ რეგლამენტსაც. გამარჯობა. ხოჩალადეხ. გუმორძგუა. მშრიბზია სამწუხაროდ სხვა ენებზე არ ვფლობ ცოდნას და ვერ მოგესალმებით. ჩემი გულითადი სალამი ყველა თქვენთაგანს და გილოცავთ, მართლაც შესანიშნავი პროექტია და დღეიდან თქვენ შეაბიჯებთ იმ შეიძლება ითქვას ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც ასეთი საამაყო, ასეთი ემოციური, ასეთი მშობლიური, მაგრამ რეალურად ხელჩასაჭიდი შეიძლება ბევრისათვის არც იყოს. ვინაიდან ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს ქართული წარსული, ეს კავკასიური ტრადიციები, ეს რაღაც ნათესაობა მოჩვენებითი თუ რეალური, ეხლა არ არის უკვე აქტუალური 21 საუკუნეში ტექნოლოგიების ხანაში
და ასე შემდეგ. არადასწორად ამაშია საქმე. ბავშვებო, ახალგაზრდებო, განსაკუთრებით უმცროსი თაობის წარმომადგენლებო, რომლებიც დღეს აქ ხართ. იმისათვის, რომ თქვენი თავი მოიწონოთ უცხო საზოგადოებაში, საზღვარგარეთ, ან თუნდაც საქართველოში, სადმე წარმოაჩინოთ თქვენი თავი საუკეთესოდ, მერწმუნეთ, პირველ რიგში მისაბაძი იქნება და მისასალმებელი, როდესაც გეცოდინებათ, ვინ ხართ თქვენ თავად. საიდან მოდიხართ? თქვენი თავის თვით იდენტიფიკაცია შეგეძლებათ სწორად. რას ნიშნავს იყო ქართველი? აი რა შეიცავს ეს? რასთან იჭმება უკაცრავად ასეთი ფრაზისთვის? ან ვინ არიან ის ხალხები, ვინც ჩვენთან ოდითგანვე ცხოვრობენ, თანაცხოვრებაში ვართ? ქურთებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, ჩერქეზებთან, რუსებთან, ესტონელებთან, უკრაინელებთან და სხვებთან. გვაქვს დაძაბულობა თუ არა? იყო ეს თუ არა? საიდან მოდის, რატომ? რა გვაქვს საერთო? რა გვაქვს განსხვავებული? რატომ არის პრობლემა? ან იქნებ არც არის ეს? ამ კითხვებზე პასუხს თქვენ შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს რომ გაცეთ, მაგრამ ამ სახლში, ამ სივრცეში თქვენ ბევრ კითხვაზე მიიღებთ ძალიან კომპეტენტური ადამიანებისგან პასუხს. თქვენ აქ ისწავლით ურთიერთობას თაობებს შორის, პატივისცემას უფროსი ადამიანებისგან უმცროსების მიმართ და თავიანთი თანატოლების მიმართ. თქვენ ისინი პრაქტიკულად გაჩვენებენ იმ უძველეს ქართულ და კავკასიურ ტრადიციებს, როგორ ცემდნენ პატივს უფროსები უმცროსებს, როგორ დგებოდნენ, როგორ არ მიუშვერდნენ ზურგს და ასე შემდეგ. დღეს ამ რამეს არ ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ მერწმუნეთ, ამ პროექტის შემდეგ ყველა თქვენთაგანი უფრო დიდრები, უფრო წარმატებულები და უფრო დიდი სიყვარულითა და ცნობიერებით გაახვალთ სამყაროში და ჩაეხუტებით ყოველ ჩვენს თანამემამულეს და მეზობელ ხალხს. გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ, რომ შემეცნების პროცესი თქვენთვის იყოს სასიამოვნო და ბედნიერებისა და სრულფასოვნების მომტანი. ცოდნა უბრალოდ ცოდნისთვის არავის არ სჭირდება. ეს ცოდნა იმისათვის გეძლევათ, რომ თქვენ სიყვარული და მშვიდობა განავრცოთ თქვენს ირგვლივ. წარმატები. ორი ერთმანეთთან ძალიან დაახლოებული და პარტნიორი ქალაქი არის დედამიწაზე, ზუგდიდი და ბირმინგემი. და აი ახლა ჩვენ მოგვიწევს, რომ ჯერ ბირმინგემიდან გამოგზავნილ ვიდეო გზავნილს მოусმინოთ და შემდეგ ზუგდიდიდან. მე ერთი მოხსენებაც და გადავალთ უკვე ამ სერტიფიკატების ეტაპზე. მანამდე ბატონ ღვთისოს ვეტყვი, რომ ზურაბ კიკნაძის კრებული ჩამოტანილია და აქ არის. გთხოვთ ჩართოთ ფირი. ჯერ ზუგდიდი იქნება თუ ბირმინგემი? მოგესალმებით. მივესალმები ყველა თქვენი პროექტის ახალ მონაწილეებს და ასევე კურსდამთავრებულებს. 2009 წლებში მეც გავხდი ამ პროექტის, მაშინ ერქვა კავკასიური საუბრები, მისი მონაწილე და კურსდამთავრებული და ამ პროექტის ფარგლებში შევიძინე ძალიან დიდი ცოდნა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების და სხვადასხვა კავკასიის სხვადასხვა რეგიონის თუ ხალხების მცოდნეების მხრიდან ჩატარებულმა ლექციებმა მომცა ძალიან დიდი ცოდნა. ასევე არასდროს დამავიწყდება ის სხვადასხვა ღონისძიებები და ექსკურსიები, მათ შორის კახეთში, თივში, სადაც ცხოვრობენ დაღესტნელები და ასე შემდეგ. იყო ასე ვთქვათ ძალიან სასარგებლო და ბევრი რამ ამ ვიზიტებისგან ვისწავლე. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, ამჟამად ვიმყოფები დიდ ბრიტანეთში და ვარ ბირმინგემის უნივერსიტეტის როგორც დოქტორანტი, ასევე ლექტორიც.
უკვე მეოთხე წელია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩემი სწავლა-განათლების დროს იყო, გარდა უნივერსიტეტში სწავლისა, იყო სწორედ აი ამ კურსებზე დასწრება, ამ კურსების დამთავრება კავკასიის სახლში და იქ მიღებული ცოდნა. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამ პროექტში იღებთ მონაწილეობას, გისურვებთ წარმატებებს და ძალიან გამიხარდება თუ თქვენს იქნებით დაუკავშირებთ თქვენს კარიერას და ინტერესს კავკასიის ხალხებს. წარმატებებს გისურვებთ. სტუდენტი. მივეცადე საზოგადოებას, სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით ბატონ მიხომეროშვილს, ქალბატონ თამარ უჯუხოს, რომლებიც არიან ამ უდიდესი პროექტის სრული შემქმნელები. კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტს ულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებ წარმატებებს. განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, რომ ამ უდიდეს ორგანიზაციას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს შოთა მესხიას უდიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, რომ შარშან საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ჩატარდა კავკასიურ სახლში, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ღებულობდნენ მონაწილეობას და მეც გავხდით ერთ-ერთი მათგანი. ასევე კავკასიურ სახლში პროფესორებს აქვთ შესაძლებლობა წაიკითხონ ძალიან საინტერესო ლექციები და ეს არის ერთგვარი პლატფორმა სტუდენტებისთვის ახალი ცოდნის მისაღებად. სტუდენტებს ვურჩევ, რომ გაწევრიანდნენ კავკასიურ სახლში, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ლექციებში, კონფერენციებში და ასე შემდეგ, რადგან ძალიან საინტერესო თავგადასავლები ელოდებათ. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩართვისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მომელოცა ეს მნიშვნელოვანი დღე თქვენთვის და წარმატებებს გისურვებთ. მოგესალმებით ყველას. მე ვარ ლუკა აკულაძე, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, სპეციალობით ისტორია. მოგეხსენებათ, რომ კავკასიური სახლი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციას სხვადასხვა მიმართულებით. მე პირადად ორჯერ ზედიზედ მომეცა შესაძლებლობა ჩავთვლიყავი და ჩემი საკონფერენციო თემა წარმედგინა საზოგადოებისათვის. ასევე შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩემმა პროფესორებმა წაიკითხეს საჯარო ლექციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კვლევარებისათვის. მინდა მადლობა გადავუხადო კავკასიურ სახლს და კოლეგიას ამ შესაძლებლობისათვის. ასევე წელსაც გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და დიდი სურვილი მაქვს ჩავერთო და ჩემი კიდევ ერთი საინტერესო საკონფერენციო თემა წარუდგინო საზოგადოებას. მინდა გისურვოთ წარმატებები და წინსვლა. მეგობრებო, აქ ქალბატონმა ცირამ აღნიშნა, რომ აი ჩვენს ვიდეოებს თარგმნიან ხოლმე და ავრცელებენ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ენებზე თარგმნიან ხოლმე. ერთხელ ერთმა ლექტორმა ისეთი პერფორმანსი დადგა, რომ დღემდე რამდენიმე მილიონი ნახვა აქ იმ ვიდეოს, პატარა ამოჭრილს. მერე გეტყვით, რომელ ვიდეოზეა ლაპარაკი ჩვენი ერთ-ერთი ლექციიდან, მაგრამ აი შარშან ჩვენს კურსს ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ბატონი ნიკ სიარგი, რომელიც TikTok-ზე და Instagram-ზე და რაღაცებზე დებდა, რომ დღეს სახალხო უნივერსიტეტის ლექცია, მოდით აქ და ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა შემდეგ ნიქს ჩვენს კონფერენციაზე, ჩვენი უკვე ძვირფასი მეგობარია და გვიხარია, რომ წელსაც ჩვენთან ერთად არის. ისიც გაგიზიარებთ გამოცდილებას და შემდეგ უკვე ქალბატონი თამარი და სიგელები მოვა და დიპლომები აი ამ ტრიბუნასთან. გთხოვთ ნიკ. მოგესალმები რეგიონებს. ნიშანდობლივია მინდა ასე ვთქვათ მოგილოცოთ ამ დღეს და მოგილოცოთ 2025 სასწავლო წლის დაწყებას და ჩემთვის პირადად ასე ვთქვათ კავკასიურმა სახლმა ძალიან ბევრი რამ მომცა. არასდროს არ დამავიწყება, როდესაც 2022 წელს ქალბატონმა თამარმა დამირეკა და ასე ვთქვათ შემეკითხა იმასთან დაკავშირებით რა ინტერესი მაქვს და ასე ვთქვათ რა მოლოდინები მაქვს ამასთან დაკავშირებით პროექტის ბოლოს.
და ასე ვთქვათ ძალიან დამაინტერესა და მართლაც უნდა მოახსენოთ ის, რომ სახალხო უნივერსიტეტი და ასე ვთქვათ კავკასიური სახლი ნამდვილადაც არის სახლი, იმიტომ რომ შესაძაც მე მოვდივარ ასე ვთქვათ კავკასიურ სახლში, ნამდვილადაც ვწდები როგორც მეორე სახლში, იმიტომ რომ აქ არის არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან, რომლებიც განან გვერდში. დიდი მადლობა რა თქმა უნდა ბატონ ირაკლი ირემაძეს, ბატონ ლევან როთკიფანიძეს. გარდა ამისა რა თქმა უნდა დიდი მადლობა ბატონ მიხოს და აგრეთვე ბატონ თამარს. რაც გარდა ამისა მომცა კავკასიურმა სახმა რომ მე გამოვედი სასკად წარვადგინე ჩემი მოხსენების თემა და უნდა ვახსენოთ ისეთი რამე რომ თვით ჩვენი უნივერსიტეტები არ გვაძლევენ შეიძლება ისეთ შესაძლებლობას რომ დაიბეჭდოს ჩვენი მოხსენებები და ასე ვთქვათ ახალი სტატიები და გარდა ამისა რა თქმა უნდა ჩვენ ვახსენეთ რომ წინა წელს მე მივიღე მონაწილეობა ასე ვთქვათ კონფერენციაში და ამანაც ძალიან დიდი იზგი მომცა იმისა რომ გადავდგი დიდი ნაბიჯი იმისკენ რომ ასე ვთქვათ გამოვიდა და დავწერო ახალი სტატიები და რა თქმა შეიძლება გამოვიშვათ ასე ვთქვათ წიგნი და რაც მინდა ვახსენო ძალიან გასახარია ის ფაქტი რომ როგორც ძველი მსმენელები არიან დღეს ასევე ახალი მსმენელები და უნდა ვახსენოს და რჩევა მივსე ახალ მსმენელებს რომ აუცილებლად დაესწრონ ყველა ლექციას იმიტომ რომ ასე ვთქვათ ისინი მიიღებენ დიდ ცოდნას როგორც მე მივიღე როგორც ისტორიის მიმართულებით ასე ვთქვათ სხვა მიმართულებისგან, რასაც მე ადრე არ ვიკლებდი, მაგრამ მომცა კავკასიურმა სახლა იმის ბიძგი, რომ მე სწავლა და მეკვლია, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად რაღაცა საკითხები და წარმატებებს გისურვებთ ახალ მსმენელებს. დიდი მადლობა ნიქს ასევე თავისი მოხსენებისთვის, რომელიც ქართულ ესტონურ ურთიერთობებს უკავშირდებოდა. ეხლა გადავიდეთ ქალბატონ თამარ, ბატონ მიხო, აი ამ სიგელების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე და შემდეგ ერთი ნაჭერი პური და ერთი ჭიქა ჩაი ჩვენ ყოველთვის გვაქვს ადამიანებისთვის, რომ გაუმასპინძლდეთ აქ მოცულ ხალხს და შეგვეძლება გვერდითა ოთახში გადასვლა. გთხოვთ ქალბატონ თამარ. ძვირფასო მეგობრებო, ვისაც არ აქვს ვიღებულ სერტიფიკატი, მიკროფონში ქალბატონი 24 წლის აქ ვინც ბრძანდებით, ეხლა გადმოგცემთ ამ სერტიფიკატებს, წაიკითხე მარიამ ვინ არის. განსაკუპრეიშვილს ვიხმობთ. ფოტოც გადავიღოთ. თინა თინკეჩხუაშვილი. თუ შეიძლება. ნიკს ისე ვიხმობთ სცენასთან. ნიკს იარგი. ანატოლი ყარმაზანაშვილი. ნია გელაშვილი. ლიკა ჭადაშვილი. ქეთევან რევანდაშვილი. ანა მარია ჭიჭინაძე. გვანცა ხელაშვილი. ნინო ბუღაძე. ანი ფირცხალავა. თამარ ელისაშვილი. რუსუდან დარაშვილი თუ აქ არის. მეგი მიქაბერიძე.
და ირმა კოპალიანი. სინიარი ჩამდა. დანჩეთა მოდით და ხალხს მიიღებთ თქვენ სერტიფიკატი. დიდი მადლობა ყველას. მეგობრებო, დიდი მადლობა, შევხვდებით ხვალ 5 საათზე პროფესორ წირა პარამიძის ლექციაზე. მანამდე შეგვიძლია გვერდითა ოთახში გადავინაცვლოთ ჩვენი მეორე დარბაზი არის პროფესორ ოთარ ნოდიას სახელობის და იქ შეგვიძლია სული მოვითქვათ. მადლობთ.